მოგესალმებით, როგორც ხედავთ, პირდაპირ ეთერში არ ვჩავართ. Რაღაცა ხარვეზია, ხელი შეგვეშალა. ზოგჯერ ასეც ხდება, არ გაგიკვირდეთ. ეხლა ვცდილობთ გამოსწორებას სიტუაციის და აუცილებლად ჩაგერთვებით პირდაპირ ეთერში. ეხლა ვასწორებთ და უკვე გამოვჩდით, იმედი აქვს, ხედავთ და ყველაფერი რიგზეა და გადავალთ პირდაპირ საქმეზე. მოდით ეხლა დავიწყოთ მთავარი კითხვით. რა არის CBD? CBD ნიშნავს კანაბიდიოლს. ეს არის კანაბიდიონიდების ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. თუმცა იგი არ მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ენდოკანაბიდიონიდებს, ანუ იმ ნივთიერებებს, რომლებიც თავად ორგანიზმში წარმოიქმნება. CBD კი მიიღება მცენარისგან, კერძოდ კანაფისგან და წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ექსტერნალურ გარე კანაბიდიოდს. ბევრ ადამიანს კანაფი THC-სთან ასოცირდება. ეს ის ნივთიერებაა, რომელსაც ფსიქოაქტიური, ესე იგი, განტვირთვის ან მაღალი შეგრძნების მოქმედება აქვს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ CBD არ არის ფსიქოაქტიური, ანუ არ იწვევს არაფერს მსგავს. სწორედ ამითაც განსხვავდება THC-სგან და ამითაც გამოირჩევა თავისი სარგებლობით. ეხლა კიდევ გავითიშეთ, რატომღაც ალბათ ჩავერთვებით ისე, ჩავერთეთ, კაცრავად ამ შეფერხებებისთვის. ცოტა გვეფანტება ყურადღება ამ უხერხულობების გამო, მაგრამ განვაგრძობთ. CBD არის რეგულატორი. იგი ეხმარება ორგანიზმს აღადგინოს შიდა წონასწორობა. ის მოქმედებს ისე, როგორც მოდულატორი. აბალანსებს სხეულში მიმდინარე პროცესებს. ზოგჯერ ადამიანები არც კი აცნობიერებენ, თუ რა ძალა აქვს ამ ბუნებრივ ნივთიერებას. როგორ შეიძლება მან გავლენა მოახდინოს სტრესზე, ძილზე, ტკივილზე, განწყობაზე და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებზე. ისევე როგორც ჩვენ სხეულში სხვა სისტემები მუშაობს ჰორმონიულად, მაგალითად ნერვული ან ჰორმონალური, ასევე მოქმედებს ენდოკანაბიდიოდური სისტემაც და სწორედ ამ სისტემაზე ახდენს CBD დადებით ზეგავლენას. CBD-ის მოქმედების ძირითადი მიმართულებებია სტრესის და შფოთვის შემცირება, განწყობის გაუმჯობესება, ტკივილის ანთების შემცირება, ძილის ხარისხის გაუმჯობესება, კონცენტრაციის ამაღლება, სხეულის ზოგადი დამშვიდება და მოდუნება. ზოგი ადამიანი მას ღამით იღებს, რათა უკეთ დაისვენოს, თუმცა დღის განმავლობაში მიღების შემთხვევაშიც ის არ იწვევს ძილს ან მოდუნების ზედმეტ ეფექტს. მთავარია, რომ იპოვოთ საკუთარი იდეალური დოზა და ორგანიზმს მისცეთ დრო, რომ რეაგირება მოახდინოს. მოდით უფრო ღრმად შევეხოთ ენდოკანაბიდიოდურ სისტემას. ECS. ეს არის უჯრედშორისო სიგნალების გადამცემის სისტემა, რომელიც ქსელურად ფარავს მთელ სხეულს. წარმოიდგინეთ უხილავი ბადე, რომელიც უკავშირდება სხეულის თითქმის ყველა სისტემას და ორგანოს. ეს ბადე გაცილებით ფართოა, ვიდრე ცენტრალური ნერვული სისტემა. ესე იგი, ტვინი და ზურგის ტვინი, ან პერიფერიული ნერვული სისტემა, სხეულის ყველა დანარჩენი ნაწილი. ენდოკანაბიდიოდური სისტემის რეცეპტორები განლაგებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, CB1 რეცეპტორები, პერიფერიულ ნერვულ სისტემაში CB2 რეცეპტორები და ასევე სხვა ქსოვილებში კანის, კუნთების, ნაწლავების, იმუნური სისტემის, შინაგანი ორგანოების და შემაერთებელი ქსოვილის დონეზე. ეს სისტემა ამოქმედდება მაშინ, როცა ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს კანაბიდიოდებს, ეგრეთ წოდებულ ენდოკანაბიდიოდებს. ისინი აქტიურ რეცეპტორებთან ერთად აწესრიგებენ სხეულის ყოველდღიურ ფუნქციებს, თუმცა ასაკთან და სტრესთან ერთად ეს შიდა მარაგი ილევა. ამიტომ აუცილებელია ექსტერნალური მხარდაჭერა გარე კანაბიდიოდების სახით. სწორედ აქ შემოდის CBD, რომელიც ორგანიზმს ეხმარება შიდა წონასწორობის აღდგენაში.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაამტკიცა კანაბიდიოდებზე დაფუძნებული პრეპარატი ეპილეფსიის სამკურნალოდ. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ეს ნივთიერება. როცა უკეთ ჩავწვდებით, რომ ამ სისტემას გავლენა აქვს განწყობაზე, ძილზე, მადასა და იმუნურ რეაქციებზე, ვაცნობიერებთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ დამშვიდებას. ეს ბევრად ღრმა და კომპლექსური პროცესია. CBD ორგანიზმში არა მარტო ინდირექტულად ებმის რეცეპტორებს, არამედ ამცირებს ანთებას და ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს, რაც დაავადებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იცით თუ არა, რომ შინაურ ცხოველებსაც აქვთ ენდოკანაბიდიოდური სისტემა? დიახ, ისინიც ისევე როგორც ჩვენ, განიცდიან სტრესს, ტკივილს, შფოთვას, ანთებას და ძილის პრობლემებს. უბრალოდ ვერ გამოხატავენ ამას ჩვენსავით. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმნით სპეციალური CBD-ის ზეთი ცხოველებისთვის. თუ ჩვენ ვებ გვერდზე გადახვალთ, ნახავთ ცალკე განყოფილებას, რომელიც სწორედ მათთვისაა განკუთვნილი. ჩვენს ოჯახში, მაგალითად, როცა სტუმრები მოდიან, ან დიდი ხმაური იქმნება, ჩვენი ძაღლები განიცდიან შფოთვას და მღელვარებას. ასევე თუ სადმე შორს მივდივართ, ან შტორმია, ასე დროს CBD-ის რამდენიმე წვეთი მათ საოცრად ამშვიდებს. ეს არა მხოლოდ მათ სიხარულს, არამედ მთელ ოჯახურ ჰარმონიას ხელს უწყობს. ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ პროდუქტს და განვიხილოთ, რატომ არის ჩვენი CBD განსაკუთრებული. ჩვენ ვიყენებთ სრული სპექტრის CBD-ის ტინქტურას. ეს ნიშნავს, რომ იგი მიღებულია პირველადი ფორმიდან, ეგრეთ წოდებული კრუთ, მინიმალური დამუშავებით. ის შეიცავს ბუნებრივ ტერპენებს, ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც მცენარეს სურნელებას და არომატს აძლევს. ფლავონოიდებს, მცენარეული ანტიოქსიდანტები და უმნიშვნელოვანეს მცირე კანაბიდიოიდებს, რომლებიც ერთმანეთს ამაგრებენ და ქმნიან ეგრეთ წოდებულ ენტურაჟის ეფექტს, ანუ ერთობლივად უფრო ძლიერ მოქმედებენ. დამუშავების შემდეგი საფეხური იქნება ბროდ სპექტრი, სადაც ბევრი სასარგებლო ნივთიერება იკარგება. და ბოლოს მოდის იზოლატი, სადაც დარჩენილია მხოლოდ სუფთა CBD და ვეღარ ვიღებთ იმ ბუნებრივ კომპლექსურ ეფექტს, რაც სრული სპექტრის პროდუქტს გააჩნია. რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ სრული სპექტრი შესაძლოა THC-ს მცირე რაოდენობას შეიცავდეს. ეს არ ნიშნავს, რომ მას ფსიქოაქტიური ეფექტი აქვს. არა. ჩვენი პროდუქტი მუდმივად გადის ლაბორატორიულ ტესტირებას და THC-ის შემცველობა იმდენად დაბალია, რომ არც ერთ ტესტში ჯერ არ დაფიქსირებულა მისი ზეგავლენა. თუმცა სამართლებრივად ვალდებული ვართ განვაცხადოთ, რომ თეორიულად მაინც არსებობს შანსი CBD-მ გავლენა იქონიოს ნარკოტიკულ ტესტზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ძალიან დიდ დოზებს იღებს. ჩვენს პროდუქტს აქვს USDA-ის სერტიფიკატი. იგი 100%-ით ორგანულია. ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი: 750 მგ, 25 მგ ერთ დოზაში და 1500 მგ, 50 მგ ერთ დოზაში. დოზირება ინდივიდუალურია და ყველაფერში მთავარია პრინციპი. დაიწყე მცირე დოზით და გაზარდე თანდათან. სხეულის რეაქცია ყველასთვის განსხვავებულია. ზოგისთვის საკმარისია დღეში ერთხელ 1500 მგ-იანის მიღება, ზოგისთვის კი 750 მგ-ის მიღება დღეში 2-3-ჯერ უკეთ მუშაობს. როგორც ზოგადად ბუნებრივ დანამატებთან, CBD-ის მიღების ეფექტიც ინდივიდუალურია. ძალიან იშვიათად შესაძლოა ადამიანს შეექმნას მსუბუქი მოდუნების შეგრძნება. თუმცა CBD არ იწვევს ძილქუშს ან მძიმედ გამოხატულ დაღლილობას. პირიქით, ის მოქმედებს დამამშვიდებლად, აღადგენს ემოციურ წონასწორობას და აუმჯობესებს შინაგან მდგომარეობას. მაგალითად, ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ზეთი ღამით მიღებისას მათ უკეთ ძილს უწყობს ხელს, თუმცა დღის განმავლობაში მისი მიღება საერთოდ არ იწვევს დაძინების სურვილს. რეკომენდებულია პირველი მიღება საღამოს, ვახშმის შემდეგ, რათა დაელოდოთ რეაქციას და უკეთ გაიგოთ, როგორ იმოქმედებს თქვენზე. შინაურ ცხოველებზე კი ხშირად ჩანს მოდუნება. ზოგი ძაღლი რეალურად იძინებს კიდევს, განსაკუთრებით ხმაურის ან გზავრობის დროს.
როგორ უნდა გამოვიყენოთ? ზეთი ჩაიწვეთება ენის ქვეშ სუბლინგვურად და უნდა შევიკავოთ დაახლოებით 30 წამით. შემდეგ კი დავაყოლოთ წყალი. ზოგჯერ ზეთის შემადგენლობის გამო შესაძლებელია იგრძნოთ მცირე წვა ყელში. ასეთ შემთხვევაში სრულიად ნორმალურია წყლის დამატებითი მიღება. ფასი და ხარისხი პირდაპირ დაუჯერებელი კომბინაცია. სხვა ბრენდებთან შედარებით, რომელთა პროდუქცია $100-150 აღწევს, ლივგუდი გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის, ორგანულ CBD-ს, რომელიც დღეს დედამიწაზე არ არსებობს, სრულიად ხელმისაწვდომ ფასად. 750 მგ-ის ვარიანტი, წევრის ფასი $14.95, საცალო ფასი $19.95, 1500 მგ-ის ვარიანტი, წევრობის ფასი $19.95 და საცალო ფასი $24.95. ეს ფასები აბსოლუტურად გამორჩეულია ბაზარზე მით უფრო იმ პირობებში, როცა პროდუქტი არის სერტიფიცირებული, ორგანული და დაფასებული. რატომ ღირს რომ გქონდეთ სახლში CBD? ზოგისთვის ის ხდება ყოველდღიური მხარდაჭერა, ზოგისთვის მცირე საეჭვო მომენტში გადასარჩენი ინსტრუმენტი, მაგალითად მოულოდნელ შფოთვაში, სტრესში, ტკივილის დროს ან უბრალოდ დასამშვიდებლად. ეს არის საოცარი ბუნებრივი საშუალება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით იყოს. მომხმარებელთა შთაბეჭდილებები. არაერთი თქვენგანი გვიზიარებს, რომ უკეთესად იძინებს, თავს უშვიდად გრძნობს მთელი დღის განმავლობაში, დაუკლო ტკივილგამაყუჩებლობის გამოყენება. ზოგ შემთხვევაში კი შეძლეს მთლიანად უარი ეთქვას მედიკამენტებზე და კიდევ უფრო და უფრო მძაფრი სიტუაციები. ერთმა მომხმარებელმა დაწერა, განსაკუთრებულად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნისას CBD-ს რამდენიმე წვეთი მაძლევს საშუალებას თითქოს შიგნიდან დავიმშვიდო გონება, თითქოს საგრძნობლად შემივსუბუქდეს მდგომარეობა და ბოლოს CBD ნამდვილად არ არის მხოლოდ მოდა. ეს არის ბუნებრივი რესურსი, რომელიც დაგვეხმარება ორგანიზმის შინაგანი ბალანსის დაბრუნებაში. მშვიდად, უსაფრთხოდ და ეფექტურად და კიდევ სხვა მრავალი სერიოზული პრობლემების მოგვარებაში. და ჩვენი ახალი არომატი დარიჩინი ამ ყველაფერს დამატებით არომატულ სიამოვნებას მატებს. მზად ხარ რომ სცადო და იგრძნო შინაგანი ჰარმონია საკუთარ სხეულთან? ლივგუდის CBD ეს არის განსაკუთრებული CBD, რომელიც დღეს დედამიწაზე უბრალოდ არ მოიძებნება. შენი ბუნებრივი გზა შინაგანი სიმშვიდისა და წონასწორობისკენ და ჯანმრთელობისკენ. ამიტომ ეს მეგობარი CBD-ის სახით ყოველთვის იქონიეთ სახლში და თქვენს გვერდით, რომ გამოგადგეთ ყოველთვის და დაგეხმაროთ საჭირო სიტუაციაში. კარგად იყავით, სასიამოვნო იყო თქვენთან.